გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს ცოტა უჩვეულო გარემოში ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ 30 დეკემბერია 2013 წელი, სადაცაა მოიწურება და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ კიდევ ერთხელ შეხვედრა წლის ბოლომდე, რათა ვისაუბროთ ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე, რაც შესაძლოა აწუხებს, აღელვებს საქართველოს მოსახლეობას და ჟურნალისტები, რომლებმაც ყველაზე უკეთ იცით თუ რა აწუხებს მოსახლეობას და რა აინტერესებს მოსახლეობას, დღეს შეძლებთ დამისვათ კითხვა ნებისმიერ თემაზე და შევეცდები პასუხები გაგცეთ ამომწურავი. მე სანამ უშუალოდ ჩვენს საქმეებზე გადავიდოდე, მინდა კიდევ ერთხელ მამწუხარება გამოვხატო იმ მოვლენების მიმართ, რაც რუსეთში განვითარდა ბოლო დღეებში, ტერორისტული აქტები, რომლებმაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და გამოვთქვამ საქართველოს ხელისუფლების ძალიან კაფიო და ურყევ პოზიციას, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა ქალაქში მშვიდობიან ადამიანებს არ ემუქრებოდეთ ის საფრთხე, რისი მოწმენით ჩვენ გავხდით ამ დღეების განმავლობაში. საქართველოს მის სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის მზად იყვნენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში, დღესაც მზად არიან და თუ კი რაიმე შეგვიძლია, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. შეეხება ქვეყნის შიდა პროცესებს, მდგომარეობას, იცით რომ საქართველოს პარლამენტმა 2 დღის წინ დაასრულა მორიგი რიგარეშე სესია და რიგარეშე სესია საჭირო გახდა, იმიტომ რომ დეკემბრის ბოლო კვირის განმავლობაში 50-მდე საკანონმდებლო აქტის პროექტი შემოვიდა პარლამენტში და ჩვენ ვალდებული ვიყავით განგვეხილა ეს საკითხები, თუმცა გარკვეული მსუბუქი საყვედური გამოვთქვით კანონპროექტის ინიციატორების მიმართ, რომ ბოლო წუთამდე, დეკემბრის ბოლო რიცხვებამდე არ უნდა მივყავდეს საქმე, მით უმეტეს იმ ვითარებებში, როდესაც საკითხი ეხება ამა თუ იმ კანონპროექტის მეშვეობით დათქმული ვადის გადადებას, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო 1 იანვრამდე და ვერ ესწრება და ამას ჩვენ ხვდებით თუ გვახსენდება დეკემბრის ბოლო რიცხვებში. ეს არასწორი პრაქტიკაა, ეს არ ტოვებს სათანადო დროს იმისთვის, რომ პარლამენტში მოხდეს განსჯა ამ საკითხების, იმ დონეზე, რა დონესაც ეს საკითხები იმსახურებენ, მაგრამ პარლამენტი არის ხოლმე ასეთ ძიმე არჩევანის წინაშე, იმიტომ რომ თუ არ გადავაგდება ესა თუ ის კანონპროექტი, მაშინ სისტემა ვერ მუშაობს, იმიტომ რომ მზად არ არის ამ სიახლეებისთვის, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ მსგავსი რამ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი მომავალში. ეს შეიძლება პროცედურულ საკითხად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი თემა და საკითხია და ამას მომავალში ალბათ უკეთ გავუმკლავდებით. გასული წელი ქვეყნის ცხოვრებაში იყო ძალიან საინტერესო წელი, მოვლენებით აღსავსე, დატვირთული, ვიგემეთ ახალი ხილი, სახელად კოჰაბიტაცია. ეს ხილი მაინც და მაინც მოეწონაო ქართველ მომხმარებელს, ამორჩეველს, მოქალაქეებს ალბათ ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს იყო გარდაუვალი პროცესი და ვფიქრობ, რომ მან იმაზე ნაკლები დანაკარგებით ჩაიარა, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო. და სირთულეები, რომელიც კოჰაბიტაციის ერთ წელიწადს ახლდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების მცდელობის შედეგად კიდევ მეორებ ნაკლები დანაკარგებით განხორციელდა. ჩვენ ამ წლის განმავლობაში საგარეო ასპარეზზე მივახციეთ მაქსიმუმს, რისი მიღწევად შეიძლებოდა და ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთვის აინთო მწვანე შუქი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს იყო უსერიოზულესი მოვლენა, გამოწვევა და მოხარული ვარ, რომ საქართველო ამას გაუმკლავდა. ამასობაში ჩვენ ამას გაუმკლავდით იმიტომაც, რომ ეს არჩევანი, ევროპული არჩევანი ძალიან ბევრი წლის წინ, ძალიან კაფიოდ იქნა გამოხატული ქართველი ხალხის მიერ და სხვადასხვა ხელისუფლებები აკეთებდნენ იმას, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და თავათვლიდნენ სწორად და მიზანშეწონილად, ასე რომ ეს საკითხი, ეს თემა წლების განმავლობაში მწიფდებოდა და შემთხვევითი არ იყო, რომ ვილნიუსის შემდგომ ჩვენ საქართველოს პარლამენტმა ჩავატარეთ
კონფერენცია ამ თემებზე, ევროპული ინტეგრაციის თემებზე და იგი მიუძღვენით ზურაბ ჟვანიას ხსოვნას, რომელიც ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწეა, ვინც თავისი სერიოზული წვლილი შეიტანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრ პოლიტიკოს სახელმწიფო მოღვაწეებს მოუწევს თავისი წვლილი შეტანა ამ საქმეში. საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ შევძელით ის, რომ რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად აღარ გაუარესებულა, თუმცა არც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულა. ის მცირედი მიღწევები, რაც სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას უკავშირდება, არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა. ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე გამყოფ იგივე საოკუპაციო ზოლებთან დაკავშირებით პრობლემები გრძელდება და აქ ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის სერიოზული იმედი გვაქვს, რომ დამატებითი სირთულეები არ იქნება, თუმცა გამორიცხული არ არის გარკვეული ლოკალური ხასიათის პრობლემები. ჩვენ ყველაზე უმალ უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ეს ლოკალური პრობლემები არ გადავიდეს გლობალურ პრობლემებში და საქართველომ მოახერხოს ძალიან რთული გზის გავლა უახლოესი თვეების განმავლობაში, აგვისტო-სექტემბრამდე, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოხდება ხელმოწერა. მე აქვე მინდა ძალიან მკაფიოდ თქვა ერთი რამ. პირადად ჩემი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი. ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიღწევა. და პირადად ჩემი პოზიციები, ქმედებები თუ უმოქმედობანი ამა თუ იმ საკითხზე განპირობებულია ძალიან ხშირად ამ პრიორიტეტით. და მზად ვარ ძალიან ბევრ საკითხზე ვიყო უფრო მოქნილი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს აი ამ უსერიოზულესი პოლიტიკური ამოცანის მიღწევა. ეს ეხება ძალიან ბევრი მიმართულებით თემებს და ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრის, როგორც საქართველოს მოქალაქის პრიორიტეტი არის სწორედ ეს საკითხი, მას ექვემდებარება ყველა სხვა საკითხი. ამიტომ ყველა სხვა საკითხზე ჩემი პოზიცია თუ ქმედება ამ საკითხითაც უნდა იყოს ხოლმე ახსნილი ან დანახული. და მგონია, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა და ამ მიმართულებით ბევრი ხიფათი უნდა ავიცილოთ თავიდან. ეს ხიფათი უკავშირდება არა მხოლოდ ოკუპანტის სახელმწიფოსგან შესაძლო ხიფათს, ეს ხიფათი უკავშირდება ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების წარმართვას, უახლოებული ადგილობრივი არჩევნების სათანადო დონეზე ჩატარებას, კოალიცია ქართული ოცნების ერთიანობას და სიმტკიცეს, რომელიც აუცილებელია ამ ამოცანის მისაღწევად, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის ცივილურად აწყობას და იმის მიღწევას, რომ ჩვენ მომავალი წლის განმავლობაში სერიოზული გამოწვევები არ გაგვიჩნდეს ამ თვალსაზრისით. მოკლედ ეს ყველაფერი ერთად არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ამოცანა და ამიტომ არის ის ჩემთვისაც პირადად პრიორიტეტი და პარლამენტისთვისაც პრიორიტეტი. შიდა პოლიტიკური მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა ახორციელებდა რა კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები მივიღეთ. დაწყებული ფართომასშტაბიანი ამნისტიით, რომლითაც პირველი და ყველაზე გადაუდებელი პასუხი იქნა გაცემული წლების განმავლობაში გამეფებულ უსამართლობაზე და ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებოდნენ იმ სისტემით და იყვნენ დაზარალებული საპატიმრო ადგილებში არსებული პირობებით, მათ ამ პროცესში დაახლოებით 12-13 ადამიანმა შეძლო მოეპოვებინა ახლით თავიდან თავისუფლება. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი საერთაშორისო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ეს სერიოზული პასუხი იყო კითხვაზე, თუ რა უნდა ქართულ ოცნებას და ვინ ვართ ჩვენ. ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ჩვენი მოქალაქეების, ვინაიდან გასიგრძე განებული ჰქონდა ის, რომ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარი სიღარიბეშია.
ასეთ შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯები ერთი მხრივ შრომის კოდექსის მიმართულებით, მეორე მხრივ ჯანდაცვის სფეროში საყოველთაო დაზღვევა, მესამე სოციალური დახმარების პაკეტის გაზრდა, მეოთხე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ანუ იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად უჭირს მოსახლეობას სახელმწიფო დახმარების გადატანა. ეს ყველაფერი იყო პრიორიტეტი და ჩვენ შევძელით საკანონმდებლო საფუძველი შეგვექმნა მთავრობის პოლიტიკისთვის და ეს სერიოზული თემაა. ინსტიტუციური რეფორმებიდან მე გამოყოფდი სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, უპრეცედენტო სიახლეები შემოვიდა მართლმსაჯულების სისტემაში, იუსტიციის საბჭოს არჩევის წესების და კრიტერიუმების და პროცედურების თვალსაზრისით. სხვა საკითხია, რამდენად შეძლო მოსამართლეთა კორპუსმა ამ თავისუფლებით ბოლომდე და ადეკვატურად სარგებლობა და მე პირადად არ ვქონდა ილუზია, რომ ერთი გადაწყვეტილებით სიტუაცია შეიცვლებოდა ამ სისტემაში, მაგრამ თუ არ დავიწყებდით და თუ არ გადავდგამდით ამ ნაბიჯებს, მაშინ ვერასოდეს ვერ მივიღებდით იმ ვითარებას, რომ მოსამართლეებმა დაიჯერონ, რომ ისინი თავისუფალნი არიან. მე დარწმუნებული ვარ, ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ გაზაფხულზე მივიღეთ საკანონმდებლო დონეზე, თავის შედეგს აჩვენებს. მომავალ წელს, იმბიქეთ წელს და ასე შემდეგ. ეს არის გრძელვადიანი პროცესი და ჩვენ სწორი მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა ეს არის თვითმმართველობის რეფორმა. პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მიიღო პირველი მოსმენით, ჩვენ სწორედ რიგ გარეშე სესიაზე ბოლოს დავიწყეთ მეორე მოსმენით კოდექსის განხილვა. ეს ნიშნავს იმას, რომ იანვარში შევიკრიბებით თუ არა მორიგ რიგ გარეშე სესიაზე ჩვენ გავაგრძელებთ თვითმმართველობის კოდექსის დამუშავებას. ამის პარალელური პროცესი იყო ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის განახლება საარჩევნო საკითხებზე. ჩვენ სერიოზული ძალისხმევის შედეგად შევძელით პარლამენტს მიღმა ყოფი პოლიტიკური პარტიებთან საერთო ენის გამონახვა კიდევ ერთხელ და ამ პროცესში მათი სრულფასოვანი ჩართვა, ვინაიდან ადგილობრივი არჩევნები ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავინახოთ როგორც ორ პოლიტიკურ ძალას შორის, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის იპაექრობა. ადგილობრივი არჩევნები ეს იქნება გაცილებით კონკურენტული, გაცილებით მეტი კანდიდატი იღებს მონაწილეობას ვიდრე თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში და ეს არის ადგილობრივი არჩევნები და ადგილებზე ვითარებები ძალიან ხშირად განსხვავებულია საერთო საშუალო ეროვნულისგან. ამიტომ ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობა საწყის ეტაპზევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავად თვითმმართველობის კოდექსმა ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს სხვაგვარად შეუძლებელიც იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ, არ ვიცი, ძალიან ძნელია რამე სხვა თემა დავასახელოთ, რომელიც ესოდენ ორგანულად ეხება ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკოს, ყველა საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანს და თვითმმართველობისადმი გაზრდილი ინტერესი იყო სრულიად მოსალოდნელი. სიმართლე გითხრათ, არც ის იყო მოულოდნელი, რომ 1000 გვარი ჭორაობა მოყვა ამ ამბებს, ესე იგი ვინ სად, როდის, ვინ გაკიცხა, ვინ ვის რა საყვედური უთხრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირადად ჩემს თავზე რამდენი რამე მოვისმინე ამ პროცესში, ესე იგი ხანდახან ჩემი თავით ვამაყობდი, რომ ამდენ რამეს თურმე როგორ ვახერხებ და ვასწრებ, რომ ასეთ ესე იგი ხლართავ თურმე რაღაცებს. სინამდვილეში ძალიან მარტივად იყო აქ საქმე. ეს არის კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც კოალიციის ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საპროგრამო დოკუმენტში იყო მოცემული, რომელიც შემდგომ აისახა უკვე კანონ პროექტში და ამ კონცეფციას, ამ მოდელს კოალიციის მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა და აქვს დღესაც მისი ყველა მონაწილის. ამასობაში ამ დებატებში ძალიან ბევრი რამ კიდევ ვიმეორებ გახდა ესეთი სადაო, მაგრამ ბოლოში მე მგონი ყველამ დაინახა, რომ ეს კოდექსი არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ ამ ცვლილებებით ჩვენ გავაუმჯობესებთ მდგომარეობას ადგილებზე. სერიოზული თემა იყო ის, რომ ჩვენ გადავდგით ნაბიჯები კონსტიტუციის დახვეწისკენ და ბოლო დღეებში მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე. თავად ეს პროცესი გაზაფხულზევე გქონდა ჩვენ ჩანაფიქრში, მაგრამ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო არ ვიჩქარეთ და მე მგონი სწორად მოვიქეცით, რომ არ ვიჩქარეთ, იმიტომ რომ კონსტიტუცია და ზოგადად ქვეყნის ძირითადი კანონი უნდა ვაქციოთ მართლა საყოველთაო
კონსენსუსის შედეგად. და ჩვენ არ ვაპირებთ გავიმეოროთ იგივე, რაც დღემდე ხდებოდა, რომ უმრავლესობა ვისაც აქვს ამდენი ხმა პარლამენტში ის თავის ჭკუაზე წერს კონსტიტუციაში რაღაცებს. ხედავთ, დავინახეთ, რომ ასეთი ჩანაწერები არ არის ცოცხლისუნარიანი. მიხეილ სააკაშვილსაც ეგონა, რომ როდესაც წერდა კონსტიტუციაში რაღაცებს, ამას წერდა 30-40 წლიანი ხანგრძლივობით და ყველაფერი ასე იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის და არასწორი ჩანაწერები კონსტიტუციიდან წაიშალა. ამიტომ ამ გაკვეთილის გათვალისწინებით საკონსტიტუციო კომისიამ ისეთი ვერსია უნდა შემოგთავაზოს, რომელსაც ექნება გრძელვადიანი და საყოველთაო მხარდაჭერა და ამით ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტაბილურობა იქნება გარანტირებული. ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყნის ცხოვრებაში, რომელზეც საუბარი ალბათ ამ ბოლო დღეებში ღირს, მაგრამ მე შევეცდები უფრო თქვენს კითხვებზე გავცე პასუხი, თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო, მაგრამ არ შემიძლია ერთ მოვლენას არ გაუსვა ხაზი, რომელშიც გარკვეული განგების ხელი ურევია ალბათ. ყველაფერში და ამ კონკრეტულ საკითხშიც 2013 წელს ჩვენ დაგვტოვა ჭაბუამი რეჟიმმა. 2013 წელს ჩვენ დაგვტოვა ოთარ მეღვინეთუხუცესმა. 2013 წელს ჩვენ დაგვტოვა გიგა ლორთქიფანიძემ. ჩვენ პრაქტიკულად დაგვტოვა კოლექტიურმა დათა თუთაშხიამ. იმ ადამიანებმა, ვინც ალბათ არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვი, რომ შექმნეს დღევანდელი ეპოქის ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე გავლენიანი სახე გმირისა, რომელსაც უკვე ვეღარ ვარჩევთ. ეს არის ლიტერატურული გმირი, ისტორიული პიროვნება თუ ჩვენი თანამედროვე მოქალაქე, რომელიც ჩვენთან ერთად დადიოდა. და ამ სამი გენიოსის ერთობლივი ნაღვაწით იყო შექმნილი დათა თუთაშხია და ალბათ სწორედ ესაა სიმბოლური, რომ 2013 წელს სწორედ დიდმა მწერალმა, დიდმა რეჟისორმა, დიდმა მსახიობმა დაგვტოვეს და დაგვიტოვეს დათა თუთაშხია ამასობაში. სამივე ერთად და სამივეს უდიდესი ღვაწლია ამაში. სამწუხაროდ სხვა ადამიანებმაც დაგვტოვეს არანაკლებ ისეულმა მამულიშვილებმა ქვეყანა ყოველთვის მოისაკლისებს მათ და მომავალ 2014 წელზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის დანაკლისის გარეშე ვერ ვიყურებით წინ. მინდა ვისურვო, რომ ძალიან ბევრი იყოს ყოველ მოცემულ ეპოქაში ქვეყანაში ამ მასშტაბის და ამ ზომის ადამიანები. ახლა მზად ვარ გიპასუხოთ. მინდა გითხრათ, თქვენ უკვე ისაუბრეთ საკონსტიტუციო კომისიის შესახებ, მაგრამ უფრო დეტალურად რომ გითხრათ, კონკრეტულად რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობს საკონსტიტუციო კომისია და როდის უნდა დადონ მათ ის პირველი შედეგი და ის ცვლილებების ის პროექტი, რომელზეც უკვე პარლამენტი დაიწყებს მსჯელობას და მეორე მინდა გითხრათ, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის განცხადება არსებობს კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული და ის აცხადებს, რომ არა მარტო უნდა გადადგეს თანამდებობიდან, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, თუმცა არსებობს ამაზე პრემიერ-მინისტრის პოზიციაც და განცხადებაც და როგორი არის თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება ამ ყველაფერთან მიმართებაში? მადლობა. როგორ ვაკეთებთ, პასუხობთ თუ ვაგროვებთ კითხვებს? ჯობია უპასუხოთ, ხო? კი ბატონო. საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა იმ ფორმატში, რომ მან 2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს პარლამენტს უნდა წარმოუდგინოს კონსტიტუციური ცვლილებების ან კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი. ეს არის, ესე იგი, 9 თვიანი ვადა. საკონსტიტუციო კომისია მუშაობას დაიწყებს იანვრის მეორე ნახევრიდან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა მოხდება საქართველოს პარლამენტის მიერ, მისი ბიუჯეტიდან, მისი აპარატი მოემსახურება კომისიას. კომისიაში 60-მდე წევრი იქნა შეყვანილი გარკვეული
ასე ვთქვათ, ბალანსით და გარკვეული მოდელით, ფორმულით, რომელზეც პარლამენტმა ჯერ კიდევ ოქტომბერში მიიღო გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო კომისიაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ცალკეული მიმართულებებით იმუშავებენ და მერე უკვე ერთიან ტექსტს მოეყრება თავი. ამასობაში გარდა უშუალოდ კომისიისა გათვალისწინებულია მრჩეველთა საბჭოს შექმნა, რომელშიც მოვიწვევთ ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ თავად კონსტიტუციის წერა და საკონსტიტუციო კომისია ეს უფრო რაღაც გარკვეული სპეციალისტების საქმე ითვლებოდა ხოლმე. მე მინდა ძალიან კაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ ასე არ ვუდგებით ამ საქმეს. კონსტიტუცია არ არის მხოლოდ იურისტების საქმე. მე ვიტყოდი ცოტა მეტსაც, იურისტების საქმე არის ბოლო ეტაპზე, როდესაც იურიდიული ფორმულება ზუსტი მოსაძებნი. კონსტიტუცია ეს არის სახელმწიფოს შესახებ დოკუმენტი და სახელმწიფო ძალიან რთული და კომპლექსური თემაა. აქ არის საჭირო ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, მართვის სპეციალისტები, ფსიქოლოგები, არ ვიცი, კულტუროლოგები თუნებავთ და ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობაა საჭირო და მხოლოდ ეს მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როდესაც თითოეულ სიტყვას, თითოეულ ფრაზას აქვს თავისი დატვირთვა და ეს არ არის მსოფლიოს საუკეთესო კონსტიტუციებიდან ესეთი ამოღებული და ფრაგმენტები, რომლებიც მექანიკურ კავშირში ერთმანეთთან. რაც შეეხება ბატონ ფარცხალაძეს, მე ვერ გეტყვით ბატონ მერაბიშვილი დამატებით ამაზე რა საუბრობს ან არ საუბრობს. თავისთავად ეს საკითხი ბოლო ხანებში საკმაოდ ფართო განხილვის საგნად იქცა. მე ისიც მესმის, რომ გარკვეული ნაწილისთვის ადამიანების, ვისაც თავისი აქვს დასამალი, გაცილებით მძიმე დანაშაულები, ახლა ამ თემაზე ბევრს საუბრობენ და ბევრს სპეკულირებენ, მაგრამ აქვე ვაცხადებ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ სვამს კითხვას. თუნდაც ადამიანი, რომელსაც 10-ჯერ, 100-ჯერ რთული და ესეთი პრობლემები აქვს ქვეყნის წინაშეც, კანონის წინაშეც, სასამართლოს წინაშეც. ყველა კითხვას უნდა გაეცეს მკაფიო და დროული პასუხი ხელისუფლების მხრიდან. მე პირადად თვალთქმაყოფილი არ ვარ პასუხების დროულობით და პასუხების სისრულით. იგივე ბატონი მერაბიშვილის განცხადებიდან, პირველი განცხადებიდან მგონია, რომ საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან ზუსტი და ამომწურავი პასუხი იმ ორგანოების მხრიდან, ვინც ამ ფაქტის თუ ამ განცხადების თაობაზე მოკვლევას აწარმოებენ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება და რაც მალე მოხდება, მით უკეთესი ყველასთვის, ქვეყნისთვის პირველ რიგში. რაც შეეხება სხვა ასპექტებს ბატონი ფარცხალაძის, მე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გერმანიაში ნასამართლობის გამო მას ამ თანამდებობაზე დავნიშნავდი თუ არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ არა, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს მერე იქნებოდა გამოყენებული ასეთი მიზნებისთვის. ამასობაში თანამდებობაზე უკვე დანიშნულ ფარცხალაძეს ამ ფაქტის გამო გავათავისუფლებდი თუ არა? არა, არ გავათავისუფლებდი. იმიტომ რომ თუ დავნიშნეთ და თუ ჩავთვალეთ რომ ეს არ არის იმ დონის ამ შემთხვევაში უფრო მორალური პრობლემა, იმიტომ რომ სამართლებრივი პრობლემა რომ არ არის, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაშინ მისი ამ მიზეზით თანამდებობიდან გადაყენება იქნება არასწორი ნაბიჯი. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ახლა ყველა თემა მოიყარა თავი მის გარშემო და ყველა კითხვა დაისვა, ამაზე შესაძლოა კიდევ მეორე შესაძლოა კი არა, სრულიად აშკარაა გარკვეული ორგანიზებული ქმედებების კვალი, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებამ უნდა ვიყოთ მზად ამისთვის. იმ ხალხს მერაბიშვილს და უგულავას და ახალაიას იმხელა რამეებს ვედავებით, იმხელა ბრალდებებია წარდგენილი, რომ იმისი მეათედის ჩამდენებიც რომ იყვნენ ისინი, მაშინ მათგან მოსალოდნელია 10-ჯერ მეტი ასეთი პროპაგანდისტული შეტევები ფარცხალაძეზე და სხვაზეც. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ამბობთ, რომ ეს ხალხი ეჭვმიტანილია, ბრალდებულია აი იმ ტიპის საქმეებში და იმედი მაქვს, რომ სასამართლო იმ საქმეებზეც დროზე იტყვის სიმართლეს,
თუ ჩვენ ვიცით რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ეპოქაში, რატო უნდა ველოდეთ იმას, რომ იგივე ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ოპოზიციაშია, რამე სხვა უფრო ღირსეული მეთოდებით მოიქცევა. არ უნდა გქონდეს ამის იმედი, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და პასუხები უნდა გქონდეს მზად. კი არ უნდა გავღიზიანდეთ იმაზე, რატომ სვამს კითხვას ვინმე, ჭირდებოდა თუ არა მთავარ პროკურორს 170,000-იანი თუ რაღაცა ახალი მანქანა. ამაზე არ უნდა გავღიზიანდეთ, რომ კითხვა ისმება. საჭირო ამაზე კაფეო პასუხი. თუ ეს არის სპეციალური ჯავშან მანქანა, მაგალითად, რომელიც ჭირდება მთავარ პროკურორს უსაფრთხოებისთვის, მაშინ არ ვიცი, შეიძლება კიდე ერთი ამდენია საჭირო, იმიტომ რომ მართლაც უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. თუ ეს არის ჩვეულებრივი დამატებითი კომფორტი, იმიტომ რომ 3 დამატებითი ეკრანი აქვს და 4 დამატებითი არ ვიცი რაღაცა, მაშინ აქ სხვა ტიპის კითხვები უნდა დაისვას. და სხვა შორის ამ ტიპის ხარჯებთან დაკავშირებით მე სრულად ოფიციალურად ვაცხადებ, რომ საქართველოს პარლამენტი ძალიან სერიოზულ შემოწმებას აპირებს მის ხელთ არსებული ბერკეტებით და ჩვენ გვაქვს ეს ბერკეტები იმის თაობაზე თუ ვინ როგორ გახარჯა დეკემბრის განმავლობაში საბიუჯეტო ხარჯები. და გეტყვით, რომ პარლამენტშიც ამ 2-3 დღის წინ სერიოზული მოძრაობა იყო დაწყებული ოპოზიციის მხრიდან ინიცირებული და სამწუხაროდ უმრავლესობის ცალკეული წარმომადგენლებიც თითქმის აყვნენ ამ მოძრაობას, რომ აი პარლამენტის ბიუჯეტიდან დაუხარჯავი დარჩა 9 მილიონ ლარამდე და ხომარჯობია მე-13 ხელფასად გავანაწილოთ პარლამენტის წევრებზე. ეს საკითხი ოფიციალურად დამისვეს მე პარლამენტის თავმჯდომარეს, კიდევ მეორე პირველ რიგში ოპოზიციის წარმომადგენლებმა. იმიტომ რას კარგავდნენ ახლა, თუ ამ ფულს დავარიგებდით, ის ფულს ფულად მიიღებდნენ, პიარულ დარტყმას მიიღებდით ჩვენ და კიდე სად ვიქნებოდით, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო ხაზინათა საბჭომ და არც მივიღებდით არავითარ შემთხვევაში. მაგრამ მექნება შტაბ-ბიჭდილება, რომ ყველა ასე არ იქცევა. და იმ ვითარებაში, როდესაც საბიუჯეტო საკითხებში არის გარკვეული პრობლემები, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაგეგმილზე ნაკლები აღმოჩნდა ამ წლის განმავლობაში, ასე დროს ის დამოკიდებულება, რომ აი ფული მაქვს და მოდი რამე გავხარჯო, ხაზინამ უკან არ წაიღოს, ეს არის მიუღებელი დამოკიდებულება, თუ ვინმე პასუხი უნდა აგოს რამეზე, პირველ რიგში ამაზე უნდა აგოს, იმიტომ რომ ასე მოაზროვნე ადამიანები, როგორ მართავენ ამ ქვეყანას უკეთ, მე ნამდვილად არ მესმის. ამიტომ ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არ ყვევს ამ საკითხებს, კონტროლის პალატის საქმეა და იმედია კონტროლის პალატა თავის მხრიდან გაარკვევს მიზანშეწონილობას ამ ტიპის ხარჯების და პარლამენტი თავისი მხრიდან თავისი ბერკეტებით აუცილებლად შეისწავლეს ამ თემებს და ამ საკითხებს. და ეგრე არ არის საქმე, რომ ავთობერიძეა განტევების ვაცი, რომელიც კიდევ პარტიიდან გაირიცხა ჯიპის გამო. ჯიპი ყველა ჯიპია და ბერიძე ყველა ბერიძეა. ამიტომ სტანდარტი უნდა გქონდეს ერთიანად მაღალი და ყველა სფეროში მოვითხოვოთ ერთიანი სტანდარტი. რადგან წლის ბოლო ერთსაც გაგიმხელთ ახლა. ამასთანავე ერევანში მომიწია გამგზავრება კოლეგასთან შესახვედრად და დავრეკე მთავრობაში და ვითხოვე ჯიპი და ნათხოვარი ჯიპით წავედი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ამინდები იყო 2 კვირის წინ. ასე რომ კი საჭიროა მაღალი გამავლობის მანქანები, მაგრამ არა იმისთვის, რომ ზამთარ-ზაფხულმა იმით ვიაროთ, ხო? შეიძლება იყოს სპეციალური პარკი და ვისაც დაგჭირდება, ხან თვითმფრინავით შეიძლება მოგვიწიოს წასვლა, ხან ვერტფრენით, ხან მანქანით, მაგრამ არა იმ სტილით, რა სტილშიც ხშირად ხდება გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. საკონსტიტუციო კომისიაზე საუბრობთ, მაგრამ მე მაინც მინდა გთხოვოთ ძირითადი მიმართულებები ჩამოგვითხოვოთ, რამდენიმე რისი გადახედვაც მოხდება და მეორე საკითხი თქვენ საუბარი დაიწყეთ პარლამენტის საქმიანობა დაჩქარებული ტემპით და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც იყო ბოლო რიგარეშე კვირაში, იყო მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადება. ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია არასამთავრობო სექტორის, როგორი ამ შემთხვევაში პარლამენტის პოზიცია კი დაამტკიცეთ და გაიზიარეთ მთავრობის შეთავაზება და წინადადება, მაგრამ მაინც რა იყო ის მიზეზები, რის გამოც პარლამენტი დათანხმდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კომიტეტზე ძალიან ხმაურიანი იყო განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. მადლობა. მადლობთ. საკონსტიტუციო კომისიას რაც შეეხება მისი ამოცანებით დებულებაში კაფეოდ არის ჩამოყალიბებული პირველი. საკონსტიტუციო კომისია შეეცდება დამატებითი კონსტიტუციური გარანტიების შექმნას ადამიანის უფლებების დასაცავად. დამატებითი კონსტიტუციური გარანტიები. ამის თაობაზე ქალბატონმა ჩიორა თაქთაქიშვილმა თქვა, რომ პირობა დამედო, რომ ეს იქნება
დამატებითი გარანტიები და მე ქალბატონ ჩიორასაც კი შევპირდი, რომ ნამდვილად დამატებითი გარანტიები იქნება ადამიანის უფლებებისთვის და არა პირიქით. შემდეგი საკითხი ეს არის ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და აქ არ იგულისხმება მხოლოდ პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, აქ არის თვითმმართველობა, ზოგადად ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობების უკეთ და უფრო მკაფიოდ გამიჯვნა და გააზრება. ჩვენ დღევანდელი მოდელი, რაც გვერგო 2010 წლის ცვლილებების შემდეგ მემკვიდრეობით, ჩვენ განვლილი 1 წლის განმავლობაში გარკვეული ყველაზე უფრო არასწორი თემები მოვაგვარეთ, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიკვეცა, პრემიერის დაუსაბუთებელი უფლებამოსილება შეიცვალა, მაგრამ მოდელი მაინც რჩება პრობლემურად. მაგალითად, უშიშროების საბჭო ერთგან წერია, რომ ეს არის თავდაცვის სფეროში პოლიტიკის შესამუშავებლად და სამხედრო აღმშენებლობისთვის პრეზიდენტის ორგანო, მეორე მხრივ მას ქვია უშიშროების საბჭო, რომელიც უფრო ფართო დატვირთვით იყო დღემდე. ეს ერთი თემა მაგალითად. იქ არის მაგალითად ტერმინოლოგია მთავრობასთან შეთანხმებით აკეთებს პრეზიდენტი რაღაცას, მეორეგან წერია მთავრობასთან თანხმობით აკეთებს პრეზიდენტი რაღაცას. და ეს ახლა სიტყვების თამაში არ არის. შემდეგ კანონმდებლობაში ერთი გულისხმობს ორეტაპიან პროცესს თავისი კონტრასიგნაციით, მეორე არა, ახლა დეტალებში არ შევიდე. გამიჯვნა ამ საკითხებში არის უკიდურესად აუცილებელი და კარგად დაბალანსება, რომ არ ისმებოდეს კითხვები, რომ აიბა რა ფუნქცია აქვს პრეზიდენტს, რას უნდა ველოდეთ მისგან, რას არ უნდა ველოდეთ, რა არის მისი საქმე. ამას წინათ ბატონმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასეთი თქვა მე მკითხეს მე რომ რას ფიქრობთო, რომ იგივე თავარ პროკურორთან დაკავშირებული საქმე ეს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეაო. და ამაზე ატყდა ერთი ამბავი. და დიახ, ზუსტად ამაშია საქმე, სწორედ ეს არის გამიჯვნა, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ერთ სფეროში მიიღება, ეს არის იმ სფეროს, იმ კონკრეტული ინსტიტუტის და იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ამ სფეროში არიან. და პრეზიდენტი იმაზეა პასუხისმგებელი, რას აწერს ხელს კანონპროექტს და კანონს და რას არა. პარლამენტი იმაზეა პასუხისმგებელი, რას აუწევს ხელს და რას არა. მთავრობა იმაზეა, რაც შემოაქვს პარლამენტში და რატო შემოაქვს. ანუ ეს გამიჯვნა, ეს არ არის რაღაცა თეორიული კონცეფცია, ეს რეალურ ცხოვრებაში უნდა აისახოს. არის დამოუკიდებელი არა ესეთი ინსტიტუტების თემა, იქ აუდიტის სამსახური, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკი და სხვა ესეთი ინსტიტუტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, მაგალითად არის თემა CSKO ხომ არ ავიდეს კონსტიტუციის რანგში და სტაბილური გახდეს. იქვე არის სხვა მოსაზრება, რომ ეს რაღაცა ჩვენი ფობიების შედეგია და პირიქით CSKO ეს უნდა იყოს ძალიან ჩვეულებრივი ნორმალური ამბავი, ანუ ერთმანეთის მოტყუებას უნდა გადავეჩვიოთ და ეს გვიშველის და არა ისო CSKO კონსტიტუციაში ჩავწეროთ და ასე შემდეგ, ბევრია ასეთი თემა და მიმართულება. და ერთი ძალიან სერიოზული ამბავი, კონსტიტუციაში ძალიან ხშირი ცვლილებების გამო მასში გაჩნდა ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო და გაუგებარი, გაურკვეველი ფორმულირებები. მაგალითად, კონსტიტუციის თანახმად, მეგობრებო, ახლა ჩვენ ლაზიკის მშენებლობით უნდა ვიყოთ დაკავებული, აქ არ უნდა ვისხდეთ. იმიტომ რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ესე იგი ქალაქი ლაზიკა შენდება და მშვენდება და აღორძინების ამბავშია. ეს კონსტიტუციური დებულებაა. და ბევრი სხვა რამ კონსტიტუციური დებულებით მოხდა ერთი კაცის შეყვანა პარლამენტში წინა მოწვევის დროს, იმიტომ რომ დაჭირდათ კიდე ერთი ასე ვთქვათ ოპოზიციური პარტია და ასე შემდეგ. გასასწორებელი ბევრი რამაა. რაც შეეხება კანონპროექტს მოწმეთა დაკითხვის ახალი ინსტიტუტის შემოღების თაობაზე. ამ საკითხს თავისი საკმაოდ სევდიანი ისტორია აქვს. ის თავიდან იქნა შემოღებული ნაციონალური მოძრაობის მიერ და ამის თაობაზე მრავალი საზეიმო ღონისძიება გაიმართა და ესე იგი ბევრი ანგარიში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომ აი რამხელა ნაბიჯზე მივდივართ. ამ ზარზეიმს ერთადერთი მოვლენა უსწრებდა მხოლოდ აი ხმაურში და მასშტაბებში, ეს იყო ნაფიც საჯულების შემოღება, რომელზეც ნაციონალური მოძრაობამ 4 წელი წარმატებით ლაპარაკობდა, 4 წლის თავზე შემოიღო ერთ სასამართლოში ერთ საქმეზე, მაგრამ როგორც პიარის დიდოსტატებს ჩვევოდათ, მოახერხეს ის, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა იმაზე, რომ საქართველოში ნაფიცი საჯულების სასამართლო გვიდრდება. ამაში მაგრები იყვნენ, ეს უნდა ვაღიაროთ. ახლობით ასე იყო ეს თემაც, იმიტომ რომ შემოიღეს და ეგრევე გადადეს მომავლისთვის. ანუ კანონში ჩაწერეს, მაგრამ მიიღეს ყველა კრედიტი, რაც აქედან უნდა მიიღოთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტი დაინერგა, მაგრამ გადადეს
საკანონმდებლო დონეზე და ისე რომ თითი არ დაუკარებიათ რომ ეს მომზადებული იყოს სისტემა ამ ნოვაციისთვის. ჩვენ დაგვხვდა ეს ვითარება და საქართველოს პარლამენტმა ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა ნაციონალური მოძრაობის შორს გადადებული ვადა გადმოწია უფრო ახლოს. და თქვით რომ მოდი 1 სექტემბრამდე ავამუშავოთ ეს მექანიზმი. მაგრამ აღმოჩნდა როგორც ამას ბევრ სხვა სფეროშიც ხედავთ რომ პრობლემები არ დაიყვანება იქამდე ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში თუ ქართული ოცნება თუ ვინმე სხვა. სისტემის ცვლილებებს ჭირდება სისტემური მიდგომა. ეს სისტემური მიდგომა არ და ვერ განხორციელდა და ამიტომ ჩვენ პარლამენტს მოგვიწია გადაწყვეტილების მიღება და 1 სექტემბრიდან ამ ვადის ისევ 1 დეკემბრამდე, ანუ უბრალოდ 1 იანვრამდე გადმოწევა. ჩვენ გვქონდა დაპირება სამართალდამცავი სისტემისგან, რომ ამ 4 თვის განმავლობაში შემუშავდებოდა ამ ინსტიტუტის, ამ მოდელის ეტაპობრივი ამუშავების მოდელი. შეიძლებოდა ეს ყოფილიყო კონკრეტულ დანაშაულებზე, შეიძლება ყოფილიყო კონკრეტულ პირთა წრესთან მიმართებაში, შეიძლება ეს ყოფილიყო კიდე სხვა ისეთ ვითარებებში, როდესაც ერთბაშად ეს დატვირთვა არ დააწვებოდა სასამართლოებს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენად შრომატევადი იქნება თუ დროისტევადი იქნება ეს საკითხები. მაგრამ ესეც არ მოხდა და დეკემბრის ბოლოს ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც კვლავ არ არის მზად სისტემა. თუ ჩვენ პარლამენტი არ გავიზიარებდით მთავრობის ინიციატივას და არ გადავდებდით მოქმედებას ამ დებულების, მაშინ სრულიად გარდაუვალი იყო გარკვეული თვეების განმავლობაში უმძიმესი ვითარება სამართალდამცავ სისტემაში კონკრეტული საქმეების გამოძიებისას. თუ ჩვენ დავიწყებდით იმაზე საუბარს, რომ მოდი ახლა 6 თვით გადავწიოთ და 2 წლით რატო ითხოვთ, შიშობრო განმეორდებოდა იგივე, რომ 6 თვის შემდეგ შესაძლოა ისევ გადასაწევი ყოფილიყო ეს ვადა. ამასობაში ძალიან მკაფიოდ თქვით ჩვენ არა მხოლოდ ამ თემაზე, ბევრ სხვა თემაზეც, რომ 2 წლით გადავადება რაღაცა ინსტიტუტის ამოქმედების, ისე რომ არ არსებობს 2 წლიანი გეგმა ამ ინსტიტუტის აღსამოქმედებლად მოსამზადებელი სამუშაოების, ეს არის თავის მოტყუებას და სხვისი მოტყუებაც. ამიტომ მე პირადად მივეცი ხმა 2 წლით გადადებას, არა იმიტომ რომ ვთვლი რომ ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, არამედ იმიტომ რომ შექმნილ ვითარებაში სხვა გადაწყვეტილება უბრალოდ შეუძლებელი იყო და აზრი არ ქონდა, მაგრამ ამასობაში ვთქვით ძალიან ხმამაღლა, რომ უახლოეს თვეებში, მარტის ბოლომდე, მთავრობასთან ერთად ჩვენ პარლამენტში შევალთ საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც ან დასაბუთებულად უარს ვიტყვით ამ მოვლენაზე და ამ ინსტიტუტზე და ამ ახსნას შევძლებთ საზოგადოებისთვის, ან დავადგენთ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს და ეტაპებს, როდის რა უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ ეს ინსტიტუტი დაინერგოს. ამ თემაზე სხვა ესეთ ემოციური დამოკიდებულებები, რომ არა ხვალვე იყოს და არაფერი არ მოხდება, ასე მარტივი არ არის ეს საქმე. და ამიტომ თქვენს გვირდებით, რომ 2 წლით გადადება არ ნიშნავს იმას, რომ ეს თემა 2 წლით დაიხურა. ჩემთვის ეს ნიშნავს პირიქით იმას, რომ უახლოესი 2 თვის განმავლობაში ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ და დაახლოებით მარტისთვის ან ერთი დავასაბუთოთ, ან მეორე გეგმა დავდოთ. და გავიზიაროთ მერე აქედან გამომდინარე პოლიტიკური პასუხისმგებლობას და შედეგების და ასე შემდეგ. მაუწყებელი კეთი კარტავა. ბატონო დავით, მინდა გითხრათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით, როდის ეყოლება საზოგადოებრივ მაუწყებელს სრულყოფილი ბორდი დაკომპლექტებული თავიდან ბოლომდე? ვიცით რომ ამ პროცესს ბევრი პრობლემა, დისკუსია და კამათი ახლდა თან. ახლა ტაიმაუტია გამოცხადებული. თქვენ როგორ უყურებთ პროცესს, კონკურსანტების თემას, არჩევას, არჩევის წესს, მათ როგორ დაახასიათებთ, ვინც იღებდა მონაწილეობას და როდის გვეყოლება ბორდი? როდის გვეყოლება ბორდი, ძალიან ისეთი სევდიანი განცხადება იყო. ხომ, ესე იგი, საზოგადოებრივ არხთან დაკავშირებით მართლა რაღაცა ჭირს, შეიძლება შენობას, შეიძლება ადგილს, შეიძლება დასახელებას. არ ვიცი. ესე იგი, მე პირადად ამ არხთან ურთიერთობა მაქვს 99 წლიდან.
პირდაპირ ეთერში გავდიოდი მაშინ, ალბათ ჯულიეტა ვაშაყმაძე და მე ვიყავით, ისაც პირდაპირ ეთერში გასვლის უფლება ჰქონდა. მას გამოცდილების გამო და მე CS-ის წარმომადგენელი ვიყავი და საარჩევნო საკითხებს ვხსნით მაყურებელს. მაგრამ იქიდან მოყოლებული, ესე იგი, არხის გამართული ფუნქციონირება, ტექნიკური, ფინანსური, შინაარსობრივი ვერადა ვერ მოხერხდა და ჩვენი ამოცანაა ეს ყველაფერი დასრულდეს, წარსულს ჩაბარდეს ყველა ტიპის გაუგებრობა. კითხვაზე როდის ეყოლება ბორდი, ჩემი პასუხი ასეთია: დაახლოებით იმ ვადებში, როგორც ეს იყო გათვალისწინებული კანონის პირვანდელი რედაქციით. იმიტომ რომ ის ცვლილებები, რომელიც კანონში შევიდა გაზაფხულზე, ითვალისწინებდა 1 იანვრიდან დაწყებას იმ პროცესის, რომელსაც უნდა მივეყვანეთ ახალი სამეურვეო საბჭოს ფორმირებამდე. ამასობაში, სადღაც აგვისტოს, სექტემბერ, ოქტომბერში განვითარებული მოვლენების გამო, ტელევიზიას დირექტორის კიდე ერთხელ გადაყენება, მერე სასამართლოები, მერე ბორდი, არსებული საბჭოს არაქმედ უნარიანობა, წევრთა რაოდენობის შემცირების გამო და მთელი ამ პრობლემების გამო, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბორდის ფორმირების პროცესი დაეწყო უფრო ადრე, ვიდრე 1 იანვარი. და ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილებები და კონკურსიც გამოცხადდა ნოემბრის ბოლოს, შეიქმნა საკონკურსო კომისია და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ჩვენ პარლამენტმა 9 წევრიდან 3 გამოავლინა უკვე. არსებობს ალბათობა და შანსი, რომ ამ 3-ს დაემატება კიდევ 3, იმიტომ რომ წარმომდგენი სუბიექტები თუ ისარგებლებენ მათი უფლებით და მეორე ტურში წარმოადგენენ იგივე ან სხვა კანდიდატებს, შესაბამისად იანვრის შუა რიცხვებში პარლამენტი უკვე ამ არსებული კონკურსის საფუძველზე და კონკურსის ფარგლებში კენჭს უყრის უკვე ახალ კანდიდატებს, ამიტომ თეორიულად შესაძლებელია ამ კონკურსით ჩვენ მივიღოთ 9-დან 6 წევრი სამეურვეო საბჭოში. მაგრამ ეს ამბობ შეიძლება, იმიტომ რომ პარლამენტი ვის დაუჭერს ხარს და ვის არა და როგორ წავა პროცესი, ამაზე კიცებითში მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ესე რომ ამ დიახ, შეგახსენეთ, პროცედურა ასეთია. ამ წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული 27 ადამიანიდან უფლებამოსილ სუბიექტებს, უმრავლესობას, უმცირესობას, აჭარის უმაღლეს საბჭოს და ომბუდსმენს შეეძლო დადგენილი რაოდენობის კანდიდატების შეთავაზება პარლამენტისთვის. მაგალითად, ომბუდსმენმა შემოგთავაზა 2 კანდიდატი, როგორც მას კანონი ამის საშუალება უფლებას აძლევდა. 2-დან 1-მა მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა და უკვე არჩეულია, მეორემ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენს შეუძლია 10 დღის ვადაში პარლამენტს ხელახლა წარმოუდგინოს იგივე კანდიდატი ან იმ 27-დან ვინმე სხვა, ვინც არ არის არჩეული უკვე. შემდეგ არის კიდევ მესამე ტური, მესამე მცდელობა, ასე ვთქვათ. იგივე უფლება აქვს დღევანდელი მდგომარეობით აჭარის უმაღლეს საბჭოს და უმცირესობის შემადგენელ იმ დეპუტატებს, ვისი დასახელებული კანდიდატიც არ იქნა არჩეული. აი ეს არის 3 შესაძლო მეორე მესამე ტურის შემდეგ გამოსავლენი შესაძლო სამეურვეო საბჭოს წევრები. მაგრამ ამ პროცესით ჩვენ მაქსიმუმ 6 წევრამდე მივდივართ. მინიმუმ 3, რაც უკვე არის. ეს ნიშნავს იმას, რომ დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე ეს იქნება 3, 4, 5 თუ 6 ამ პროცესის ბოლოში გამოცხადდება ახალი კონკურსი. ჩემი ვარაუდით ვადებს თუ შევხედავთ ახალი კონკურსი, ეს არის დაახლოებით იანვრის ბოლოს გამოსაცხადებელი კონკურსი, იმიტომ რომ მანამდე იმ სუბიექტებს შეუძლიათ მეორე კანდიდატის წარმოდგენა პარლამენტს, მერე ვადა აქვს ამაზე კეჭის საყრელად და ასე შემდეგ. ასე რომ ჯამში, სადღაც თებერვლის ბოლოსთვის ალბათ ეს პროცესი სრულად უნდა დასრულდეს. მეორე კონკურსის გამოცხადება გარდაუვალია, ვინაიდან მინიმუმ 3 ვაკანსია ყველა შემთხვევაში რჩება, ის 3, რომელზეც უფლებამოსილმა პირებმა არ ისარგებლეს თავისი უფლებით, არ წარმოადგინეს კანდიდატები პარლამენტში. ესაა პროცესი. ეხლა თავისთავად ამ პროცესს ძალიან ბევრი ნიუანსი ახლდა. მე პირადად ძნელად ვიხსენებ ახლო წარსულში რამე ისეთ მოვლენას, რომელშიც პირადად ჩემგან ამდენი დაჭირდა, ვთქვათ,
მათ შორის ემოციური რესურსიც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საკითხები იყო. მაგრამ რთული თემაა საზოგადოებრივი არხის დანიშნულება, დატვირთვა, მოლოდინი მისგან ძალიან ხშირად სხვა ხარისხებშია ხოლმე აყვანილი. ოპოზიციის საყვარელი ადგილიც გახსოვთ, ყოველთვის არის ხელისუფლებას ვერ ვცვლით, რა ვქნათ, წამოდით პირველი არხი მაინც ავიღოთ. რაღაც ამ ტიპის ფორმულა რამდენჯერმე გამეორდა ჩვენს უახლოეს ისტორიაში. მოკლედ, ძალიან ბევრი ემოციური და არა მხოლოდ ემოციური უკავშირდება არხს და ამიტომაც იყო ეს პროცესი, მაგრამ მე მგონი, რომ ჩვენ წარმატებით გავუმკლავდებით ამ ამოცანას. აი, კარგია რომ დამიზუსტეთ ეს შეკითხვა, რომ ეს რატო ვერ შეარჩია და ეს არის თუ არა უნდობლობა ვინმეს მიმართ ასე შემდეგ. ძალიან ისეთი ზედაპირული მსჯელობა იქნებოდა თუ ასე წარმოვიტყოდით, რომ ვინაიდან ვთქვათ, არ ვიცი, უმცირესობამ ერთი კაცი ვერ შეარჩია, უმრავლესობამ ორი კანდიდატი ვერ შეარჩია, ეს არის უნდობლობა ვინმეს მიმართ ასე შემდეგ. ასე არ არის საქმე და ყველას თავისი ფუნქცია და დატვირთვა აქვს ამ პროცესში. უმრავლესობიდან კანდიდატის დასახელებისთვის კანონის შესაბამისად საჭიროა 6 ფრაქციის თავმჯდომარის ხელმოწერა ერთ დოკუმენტზე. თითოეულმა ფრაქციამ შესაძლოა 3-ით შეარჩია და 7-ით. ანუ თითოეული ფრაქცია შეიძლება არა თუ ენდო კომისიას, არამედ ორჯერ მეტად ენდო, იმიტომ რომ აი 6 კაცი ყავდა ფრაქციას და თითოეულზე დიდ მადლობას ვუხდიდა კანდიდატებსაც და კომისიასაც. მაგრამ როდესაც ეს არის 6, აქ საჭიროა მოინახოს ის ხალხი, რომელიც 6-ვესთვის მისაღებია და 6-ვესთვის, ასე ვთქვათ, ერთნაირად. აი აქაა თემა. ამ ეტაპზე უმრავლესობამ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეთანხმება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობას შემავალ ფრაქციებს არ ყავდათ სხვა შესაძლო ფავორიტები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობას შემავალი ფრაქციები აპირებენ ხვალდაზე ამაზე საჯაროდ ილაპარაკონ, რომ აი რესპუბლიკელების ფავორიტები ესენი იყვნენ და არ გაიზიარა ფორუმმა, ფორუმის იყო ეს და არ გაიზიარა კონსერვატორმა და ასე შემდეგ. და თქო, ამას არ ვიზამთ, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის კარგი. შედეგი რაც არის ეს. ერთზე მოხდა შეთანხმება. ეს არის არა კომისიისადმი უნდობლობა, კიდევ მეორე. არამედ შესაძლოა პირიქით. იმდენად ბევრი კარგი კანდიდატი იყო სხვადასხვა მიმართულებით, რომ ამან შეჯერება გაართულა. ასეთ შეიძლება ვთქვათ. ამასობაში კანონმა ეს ყველაფერი გაითვალისწინა, ეს არ არის რაღაცა ჩამოვარდა ციდან ასეთი შესაძლო პრობლემა. და კანონმა გაითვალისწინა, რომ თუ დარჩა ვაკანსია ამ პროცესის შემდეგ, ტარდება ახალი კონკურსი. აი ეგ არის და მეტი არაფერი. ახლა მაგალითად მე მოვისმინე ეს შეფასებაც, რომ ეს იყო არა უფლება, არამედ ვალდებულება მისი, რა ქვია, უმრავლესობის, იგივე უმცირესობის, რომ აუცილებლად უნდა წარმოედგინა 3. ეხლა მოდი ცოტა ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ რეალურ ცხოვრებაში და დავინახოთ ეს რას ნიშნავს. როგორ უნდა აიძულო 6 კაცი, რომ აუცილებლად შეთანხმდეს 3 კანდიდატზე. რა მექანიზმით უნდა აიძულო? იმიტომ რომ თითოეული მათგანი მოდის და ამბობს, რომ კი, აა ბატონო 3, მე თანახმავარ, ახლავე თანახმავარ. მაგრამ მე სხვა მოდის სხვა 3-ით. ეხლა როგორ უნდა აიძულო ადამიანები, რომ ერთზე შეთანხმდნენ, ეს არ არსებობს. მაშინ რა აზრი აქვს ამ 6 ფრაქციის მოსაზრებას? კიდევ უფრო რთულადაა საქმე უმცირესობის მიმართულებით. იქ მინიმუმ 17 პარლამენტის წევრის ხელმოწერა არის საჭირო ერთი კანდიდატის წარმოსადგენად. ეხლა რა მექანიზმით უნდა აღვასრულო მე პარლამენტის თავმჯდომარემ ეს ვალდებულება თუ ვალდებულებაა, რომ 17 ადამიანი აუცილებლად ერთ ადამიანზე შევათანხმო. ეს შეუძლებელია. შესაბამისად ეს არის უფლება, რომელიც ვიღაცამ სრულად გამოიყენა, ვიღაცამ ნაწილობრივ და პროცესი გაგრძელდება. ბოლო შეკითხვაა, მე მგონი, იმიტომ რომ გაგვიგრძელდა ძალიან. გისმენთ. აი ძალიან მარტივად გიპასუხებთ რა. როდესაც პროცესი გადავწიეთ თქვენ ახევრით და პირველი ანიშნავსა დავიწყეთ ნოემბრის შუა რიცხვებში,
სწორედ კონკურსების გამოცხადება. მაშინ ვისმენდი ამ ტიპის კითხვებს, რომ ამით პარლამენტს ხომ არ უნდა პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. რატო გადმოწიეთ აქეთ? ახლა, როდესაც ყველა კანდიდატი არ არის შერჩეული, ისევ კითხვა პარლამენტს ხო არ უნდა პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს ამ საქმეზე. აი ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როგორც მინიმუმ არც თუ აზრიანი კითხვაა ჩემი აზრით. პარლამენტი ნიშნავს 9 კაცს. ამის შემდეგ კითხვის დასმა, რომ პარლამენტს აქვს თუ არა გავლენა მეურვეთა საბჭოს შერჩევის პროცესზე, შეიძლება დაისვას. პარლამენტი ქმნის, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ამის თაობაზე. და აბა ვის აქვს გავლენა? რა თქმა უნდა, აქვს პარლამენტს გავლენა იმაზე, ვის ვიხილავთ მეურვეთა საბჭოში. იმიტომ რომ კანონში წერია ეს, რომ ასეაო. ამასობაში კანონში ჩაიწერა, რომ მხოლოდ პარლამენტს არ აქვს ეს გავლენაო. იმიტომ რომ არის კომისია, რომელიც ფილტრი თუ არ გაიარა ვიღაცამ, მაშინ პარლამენტი ვერ დანიშნავს მას მეურვეთო. მერე დაისვა საკითხი, ეს კომისია თვითონ ფილტრი საიდან და როგორ მოვიდესო. ამაზე იყო 2-3 თვიანი დიდი დებატები. და ბოლოს ესე იგი მოიფიქრეს ბრძნული გადაწყვეტილება კოლეგებმა პარლამენტშიც და ჟურნალისტებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შემოგთავაზოს ეს კომისია. ესე იგი მოვიდა სადამდე, რომ ესე იგი კანონში ეს წერია, კომისია დღევანდელიც და მომავალიც მე უნდა შევთავაზო პარლამენტს. ეხლა ამაზე მაშინ ერთი ამბავი, ესე იგი უსუფაშვილი იპოვეს გავლენას კომისიაზე და კომისიის მეშვეობით პროცესზე და პროცესის მეშვეობით ტელევიზიაზე და იდებს ჯიბეშ ტელევიზიაზე. ნუ ახლა რა ვქნათ მითხარით, რანაირად მოვაგვაროთ ეს ამბავი. მე იმ აზრამდე ვარ მისულით, შემოგთავაზებთ მარტივ სქემას. ამორჩეველთა სია ხო გვაქვს? აი აქვე შევჯერდეთ რაღაცა ფორმულაზე. ყოველი 27 A-ს, B და G და C-ზე გვარები. და დავნიშნოთ სამეურვეო საბჭოში. მე მგონი ამ გზით უფრო მოვაგვაროთ ამ პრობლემას, ვიდრე ამ ჩახლართული თემებით და მე ამ გაუთავებელი ბრალდებებით, ვის რა უნდა, ვის რატო უნდა, ვინა ჩაიდინა და შემდეგ. ბოლო კითხვა იქით იყო, ჰა? აბა მალე. ძალიან გთხოვთ წერილობით მომწერეთ, არა იმიტომ რომ ზეპირი არ არის საკმარის, უბრალოდ რომ პრობლემის არსი უფრო კარგად გავიგოთ. თუ შესაძლებელია და რატო გეუბნებით ამას? ზუსტად 1 კვირის წინ პარლამენტში გავდიოდით ამ თემას, მოქმედის ადმინისტრაციული კოდექსიდან გამომდინარე, სავალდებულო გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა აქვს ყველა დაწესებულებას და პარლამენტი გავდიოდით ამას, რომ რა არის აუცილებლად ჩვენ თვითონ რომ უნდა პროაქტიულ რეჟიმში, რომ უნდა დავდოთ, სანამ ვინმე გკითხავს. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინტერესი ალბათ ერთ-ერთი სწორედ ამ თემებზეა და მე მგონია რომ ეს ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ამ დეტალებში ნამდვილად ვერ გამოყვებით ახლა რა დონეზეა დეტალიზირებული, ან ადრე რა იყო და დღეს როგორა. თუ გავიგე, ამიტომ თუ არ შეწუხდებით, ან თუ მოწერა არ გნებავთ, აგერ არის ბატონი ბექა და იქნებ უფრო დეტალურად აუხსნათ რაშია პრობლემა და მე გაგცემთ პასუხს. აბა ბოლო, მართლა ბოლო. აქეთ არის კიდე უკაცრავად. მოგესალმებით, ტელეკომპანია Reality Nika Sajaia. ბატონ დავით, მე მაინტერესებს ხშირ შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებდა იმას, რომ კოაბიტაცია ნიშნავს, რომ ესე ვთქვათ, გარიგება გაქვთ, არსებობს ზოგადად ნაციონალურ მოძრაობასთან. მე მაინტერესებს 2014 წელს როგორ გააგრძელებთ მუშაობას პარლამენტში და რა პასუხს გასცემდით ბრალდებებს, რომელსაც აყენებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. მოდი ერთმანეთს შევთანხმდეთ. ჩემი კითხვაც ჩაიწერეთ, ჩემი პასუხით ჩაიწერეთ და თქვენი კითხვაც. და 1 წლის მერე ვისაუბროთ ამ თემაზე. კითხვაზეც და პასუხზეც. არა, ესე იგი, არა, ხოლმე მაგას გეუბნებით, ესე არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ არის გარიგება ამათ შორის და ეხლა მე როგორ ვაპირებ ხვალ ცხოვრებას. მოდი არასაპარლამენტო ოპოზიციას მე როგორ მოახერხებ და გავცემ პასუხს. თქვენი კითხვა რა არის მითხარით და ეხლა ვიფასუხოთ. 2014 წელს გაგრძელდება თუ არა, თუნდაც იგივე კოაბიტაცია და როგორ აპირებს პარლამენტი მუშაობას? 2014 წელს პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას. პარლამენტის წევრის მანდატი უდევს ჯიბეში 150 ადამიანს. ამ 150 ადამიანიდან ერთი მიყვარს.
ესე იგი 9 არის ჩემი თანამებრძოლი 20 წელია და მათთან ერთად ვაპირებ კიდე 25 წელი პოლიტიკურ ცხოვრებას, თუ იქნება ამის საშუალება. მერე არის 50, 60, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და ერთად გვაგავლილი ძალიან ბევრი პერიპეტიები და მზად ვარ ერთად ვიცხოვრო. მერე არის კიდე 20, რომელთანაც ესე იგი ახლა გავიცანი ქართული ოცნებურ პერიოდში და ძალიან საინტერესო და პატივსაცემი ხალხია და მეგობრდებით. მერე არის კიდე 17, რომელიც დანახვას მირჩევია, ესე იგი თქვენთან ერთად ვიждდე აქ და პასუხები გავცე შუაღამემდე. არის ერთი შეიძლება 12-13, რომელსაც კიდე სხვა რამე შემიძლია თქვა და ასე შემდეგ. მაგრამ მე თუ ამის მიხედვით დავიწყებ იქ მოქცევას და აი მაგალითად ამ 9-დან 9-მიდან ვინც ითხოვს გამოსვლას. წერია ასეთიც, ისეთიც, ვინც მიყვარს, ვინც არ მიყვარს, ვინც მომწონს, ვინც ისა და ახლა ჩავხედე და აჰა, მე ხო შენ ესე იგი ისა ხარ, ვიღაცა ხარ, გადავხაზე. შენ გაძლევ სიტყვას, შენ არ გაძლევ სიტყვას. შენ დაგელაპარაკები, შენ არ დაგელაპარაკები. მაგალითად, მეგობრობის ჯგუფები არსებობს პარლამენტში იქნება მეგობრობის ჯგუფები სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის. აი უნგრეთში მივდივართ, თებერვალში ვიზიტი გვაქვს. იმ მეგობრობის ჯგუფში არის თქვათ ჩემთვის ისეთი საპატივსაცემო ადამიანი, როგორიცაა ბატონი ივანე კიღურაძე. მაგრამ იქ არიან სხვები, რომლებიც არც თუ ასე საპატივსაცემონი არიან ჩემგან. მაგრამ მე ესე იგი ივანე კიღურაძის მივლინებას ვაწერ ხელს, რომ წამოვიდეთ ბატონი ივანე ჩემთან ერთად და სხვებს ვეუბნები, რომ არა თქვენ არ მომწონხართ, ამიტომ უწამოხვალთ დელეგაციაში. ეხლა არის ხალხი საპარლამენტოშიც და არასაპარლამენტოშიც, თრიალეთშიც, ტაბულაშიც, რუსთავშიც, კავკასიაზეც მაყურებელი ყველგან, რომელიც დამინახავს ვინმესთან გვერდში ტრაპზე ავდივარ და ესე იგი ჩავიდინე ამ ქვეყნის წოდათაგან ყველაზე საშინელი წოდვა. მგონია რომ ცოტა წინ უნდა წავიდეთ, ცოტა მეტი უნდა დავინახოთ, უფრო სიღრმეში ჩავიდეთ. ამ პარლამენტში სანამ ეს ხალხია, ამ პარლამენტში მექნება ურთიერთობა. გინდათ კოჰაბიტაცია დაარქვით, გინდა ინსტიტუტის მშენებლობა და როგორც გნებავთ. ეს არის ერთადერთი სწორი ამბავი. რაც შეეხება დანარჩენ ცხოვრებას და ურთიერთობას, ჩემთვის კოჰაბიტაციის დასრულება ნიშნავს კანონის უზენაესობის ზეიმის დაწყებას. აი ეგ უნდა გავაკეთოთ და ვინ მომწონს და არ მომწონს, ამის მიუხედავად ჰქონდეს ურთიერთობა კანონით დადგენილ ჩარჩოებში. ბოლო. ბატონ დავით, რა კი ბოლოს მე ვსვამ თუ შეიძლება ორ კითხვას დაგისვამთ. პირველ რიგში თუ შეიძლება თუ შეიძლება ამ პრესკონფერენციაზე გასცეთ კითხვა პასუხი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ელოდება იმას, თუ როდის დაბრუნდება პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში და როდის არის ის ბოლო ვადა, როდესაც პარლამენტი დედაქალაქში განაახლებს მუშაობას. თქვენ ნოემბერში ბიუროს ხდომაზე გაქვთ გაკეთებული განცხადება, რომ სესია, საგაზაფხულო სესია ამოქმედდებოდა თბილისში და ანუ დედლაინი თქვენი ქუთაისში ყოფნის როდემდეა თუ შეიძლება გითხრათ. და მეორე, თქვენი ინფორმაციით, რამდენად არის მოსალოდნელი 2014 წლისათვის ცვლილებები მთავრობაში? თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, იმიტომ რომ არსებობს მოსაზრებებიც და ასევე ცალკეულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციები, რომ ისინი შესაძლოა მინისტრის სავარძლებს დაემშვიდობდნენ მალე. თქვენ რა იცით ამაზე? მადლობთ. მოულოდნელს რაც შეეხება ევროპის გეტყვით ინფორმაცია თუ გაქვთ, თქო ტყურში მაინც მითხრათ, რომ მეც მქონდეს ეგ ინფორმაცია. პარლამენტის დამოკიდებულება მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება კონსტიტუციით მინიჭებული 5-6 მთავრობის წევრი შეცვალოს პარლამენტის ნებართვის, თანხმობის, დამტკიცების გარეშე. ეს მისი დისკრეციაა და ამ დისკრეციას პრემიერ-მინისტრი გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. რაიმე სხვა დონეზე, ინფორმაციის დონეზე, მოლოდინის დონეზე, ან პოლიტიკური რაღაცა გადაწყვეტილების დონეზე მე არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რაიმე ცვლილება მოსალოდნელია, მაგრამ ამასობაში მთავრობა ეს ის ორგანოა, რომელშიც ცვლილებები ხდება ხოლმე. საინტერესო თემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ შიშობ რომ ამ ინტერესს ვერ დავაკმაყოფილებ თქვენსას, იმიტომ რომ ნამდვილად არ მაქვს არანაირი მოლოდინი და ინფორმაცია ამის თაობაზე. ქუთაისს რაც შეეხება დილას ჰქონდა მორიგი შეხვედრა იმ ხალხთან, ვინც ქუთაისიდან გადმოსვლის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა, ესაა ის ხალხი, ვინც რემონტს ახორციელებს რუსთაველზე მდებარე შენობის და ესე იგი იმდენი რამე ვისაუბრე, შეიძლება არ უნდა მესაუბრე, რომ ამასაც გეტყვით. ესე იგი დილას რა თემას ვიხილავდით ამ ტექნიკოსებთან ერთად. დაახლოებით 2 კვირა, კომპანია Sony აკეთებს ამ
აღჭურვილობის მონტაჟს, მათ შორის ხმის მიცემის აპარატურის და დაახლოებით 2 კვირა, ესე იგი, სამხელა კომპანია მუშაობს ჩემს მიერ დასმული ამოცანის გადაწყვეტაზე და დღეს მითხრეს, რომ მოახერხეს ეს ამბავი. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში. როგორ შეიძლება ხმის მიცემის ღილაკი მუშაობდეს ისე, რომ მისი ასანთის ღერით ჩაჭედვა იყოს გამორიცხული, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც არ ზის თავის ადგილზე, მაინც ხმას აძლევს თუ ის ხმის მიცემის ღილაკი ჩაჭედილია ასანთის ღერით. და მინდა გითხრათ, რომ კომპანია Sony 2 კვირის თავზე მამცნო, რომ მოძებნეს გამოსავალი ამ პრობლემიდან. ძალიან ბევრი ასეთი დეტალია მოსაგვარებელი და არა მხოლოდ ასეთი გაცილებით რთული საკითხები, ჩვენი აღჭურვილობა გვექნება სრულიად სხვანაირი, პარლამენტის წევრს ექნება ეკრანზე საშუალება გამოიძახოს ის საკანონმდებლო აქტი, პროექტი, ინფორმაციულად უზრუნველყოფილი იქნება მეტად. ასე რომ ტექნიკური საკითხების მოგვარების კვალობაზე ნელ-ნელა სამართლებრივ საკითხებსაც მოვაგვარებთ, რაც საჭიროა თბილისში მუშაობისთვის. პირველ ეტაპზე შესაძლოა ეს იყოს თბილისშიც მუშაობა, ან ქუთაისშიც მუშაობა, მაგრამ ეს მიმართულება დასრულდება. რაც შეეხება საგაზაფხულო სესიას, საგაზაფხულო სესიის გახსნა თებერვლის დასაწყისისთვის მოგვიწევს ქუთაისში და დარბაზი არ იქნება მზად მარტამდე მაინც. ასეთი ავარაუდი. აბა რადიო, ვინ არის რადიო? რადიო ხარ თქვენ? არა, გაზეთი რეზერვაცია. აბა რადიოს რაღა უყურთ მე და ესე იგი იბა რადიომაც დასვას, უბრალოდ ამ საკითხის. ამბობდანებს. ეგეც მართალია. თუ არის შესწავლილი თბილისის პარლამენტის დარბაზების დემონტაჟების საკითხი, ბრძანება ვინ გასცა და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ეს საკითხი თუ შეიქნა შესწავლის, საბოლოოდ თუ არსებობს ამაზე პასუხი და თუ არის დაანგარიშებული არა მხოლოდ ქუთაისის პარლამენტის მშენებლობის თანხა, არამედ იქ გადასვლა ბიუჯეტის დამატებით რა დაუჭირდა, იქნებ მართლა უფრო შეღავათიანი იყო ქუთაისში პარლამენტის ყოფნა ეს მეორე და დეპუტატები, რომლებიც არ დადიან და ხშირად ცდენენ არა მარტო სესიებს, კომიტეტების ხდომასაც. ამ დეპუტატებისთვის თუ არსებობს რაიმე ისეთი მექანიზმი, რაც ამ საკითხს დაარეგულირებდა, თუ მუშაობს პარლამენტი ამ საკითხებზე. მადლობა. ძალიან საინტერესო შეკითხვებია, მაგრამ შიშობ რომ მოკლე პასუხი არ არსებობს ამ კითხვებზე, იმიტომ რომ ფინანსურ გაანგარიშებებზე სერიოზული თემაა გაცდენებთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებები იქნება საჭირო, იმიტომ რომ საპატიო მიზეზად ითვლება პარლამენტის წევრის განცხადება იმის თაობაზე, რომ ოჯახური პირობების გამო ვერ ახერხებს ხდომაზე დასწრებას. ოჯახური პირობების შემოწმება, გადამოწმება, მისი სიმძიმის, სიღრმის გარკვევა მართლა საჭიროა თუ არა, რომ პარლამენტის წევრი არ გამოვიდეს სახლიდან იმ დღეს თუ ვერ გამოდის და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან რთული ამბავი. მაგრამ მუშაობთ მაგ მიმართულებით და ცოტა სხვა თემებმა უნდა გაზარდოს დასწრება, ესეთი ადმინისტრაციული ბერკეტებით, ჯარიმებით და ასე შემდეგ. კი, შეიძლება რაღაც მიღწევა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან განვიცდი იმ ამბავს, რომ შესაძლოა ჯარიმების გზით მოგვიწვიოს იმის უზრუნველყოფა, რომ პარლამენტის წევრი დადეს პარლამენტში. ახლა თუ სხვა არაფერი არის გასათვალისწინებელი და სამოტივაციო ფაქტორი პარლამენტის წევრისთვის გარდა ხელფასიდან დაკვითვისა, იქნებ ჯობდეს, რომ ის ხალხი არც დადიოდეს იმ პარლამენტში, არ ვიცი. მაინც და მაინც დიდი დანაკლისი პარლამენტისთვის არის იმ ხალხის იქ არ ყოფნა და ასე შემდეგ. ბევრი ამბავია. და რაც შეეხება დასწრებას, ესე იგი, ბევრი თემა გვაქვს პარლამენტში გამოსასწორებელი, მაგრამ თუ გადახედავთ მაგალითად ევროპის პარლამენტებს, აბა გადახედეთ, ან თუ ევროპარლამენტს თუ გნებავთ. ეს არ არის ესეთი არაჩვეულებრივი მოვლენა. მე სხვა საკითხი უფრო მაწუხებს, კომიტეტებში დასწრება. იმიტომ რომ პარლამენტი ეს პლენარული სხდომა ეს არის უფრო ბოლო აკორდი რაღაცის და იქ შეიძლება არც კონდეს ინტერესი და დასწრების. მაგრამ კომიტეტებში არ დასწრება, როდესაც შენი დარგის, შენი ინტერესის საკითხი იხილება და იქ უკვე მართლა შენ უნდა გააკეთო რა, მე უფრო სერიოზული პრობლემაა. მოკლედ, რადიო თავისუფლება. ჩვენ გვაინტერესებს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის განხილვა 2 წლით რატომ გადაიწია? მე როგორც მეუბნებიან 2 წლით არ გადაიწია, 2-3 თვით გადაიწია. პირველი ამბავი უნდა მიიღოთ, თუმცა შემოვიდა კანონპროექტი ასეთი, მე ჩვენ გქონდა ამაზე კონსულტაციები მთავრობის წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შენაგან საქმეთა სამინისტროსთან, მათ გვითხრეს, რომ
სტრატეგია მზად იქნება 2-3 თვეში. ცხადია, იქით ვკითხეთ, რომ აბა 2 წელი რატო გადავდეთ. არ ვიცი, როგორც ჩანს, უფრო ტექნიკური უზუსტობა იყო იქიდან მოსული. ჩვენს პარლამენტმა სამწუხაროდ ამ საკითხს ცოტა გვიან მივაქციეთ ყურადღება და ეს იმ პრობლემის ნაწილია ერთ კვირაში 50 კანონი რომ არის მისაღები. მე მქონდა ასეთი წინადადება მთავრობასთან, რომ თუ საჭიროა იქნებ თხოვოთ პრეზიდენტს და ამ პროექტზე იფიქროს ვეტოს თემაზე და შევამციროთვა და მთავრობიდან გვეუბნებიან, რომ არ არის ამის საჭიროება, იმიტომ რომ არც უცხოეთში და არც შიგნით ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის, იმიტომ რომ 2 თვეში ეს სტრატეგია იქნება მიღებული და ამითი მოკლედ კანონმა ის კი არ თქვა, რომ 2 წლის შემდეგ მივიღოთო, კანონმა თქვა, რომ 2 წლის განმავლობაში მივიღოთო და 2 და 3 თვეც არის ამ 2 წლის განმავლობაში. ამიტომ ამ თემაზე რაც უფრო მკაფიოდ იტყვის მთავრობა, რომ როდის აპირებს და რა გეგმა აქვს, ალბათ უკეთესია და მოიხსნება პრობლემა. სულ ბოლოს შეკითხვა თუ შეიძლება. საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები თავისუფლების ხარტიაში, რომელიც იყო მიმართული კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის წინააღმდეგ. თუ შეიძლება, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამის მიმართ, ეს ხო ჩვენი ისტორია და თუ იყო ეს აუცილებელი? მადლობა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისტორიასთან ისე გამკლავება, რომ და ისტორია ისე დავინახოთ, რომ მასში შუქჩრდილებიც გავარჩიოთ. თავისუფლების ქარტია საუბრობს არა იმაზე, რომ ისტორია გადავწეროთ, ან ისტორია შევცვალოთ. არამედ იმაზე, რომ იმ ისტორიაში არის საამაყო ნაწილი და არის სამარცხვინო ნაწილი. გერმანიას, რომელმაც და არათუ დაგმო, არამედ, არ ვიცი, ფაშიზმთან დაკავშირებით გერმანელი ერის პოზიცია. ეს არნიშნავს იმას, რომ მათ ისტორიაში რამე წაშალეს. ისტორია დღემდე არსებობს. ახლა 1-2 თვის წინ ოკუპაციის მუზეუმში გახდით რიგაში. სადაც ყველაფერია შეხვალ და ნახავი მუზეუმში ინფორმაციას ისტორიის შესახებ. მაგრამ იმითი სიამაყე, რომ აი ეს მოხდა და რა კარგი იყო რომ მოხდა და რა დიდი გმირია ვინმე რომელიმე ფაშისტი ლიდერი. ეს არის ცოტა სხვა რამე, ეს აღირებულებითი ამბავი. ამიტომ თავისუფლების ქარტია ამბობს იმას, რომ ჩვენი ისტორიიდან ვამაყობთ იმითი, რაც ემსახურებოდა თავისუფლებას და ვგმობთ იმას, რაც ემსახურებოდა რეპრესიებს და დიქტატურას და ავტორიტარიზმს და ასე შემდეგ. ეგ არის. და ამ თვალსაზრისით, რაც უფრო გარკვეულობა იქნება, მით უკეთესი. ამასობაში ისეთ თემებზე, რომელიც ადამიანურობას უკავშირდება, ზოგადად საკაცობრიო ღირებულებებს უკავშირდება და არა პოლიტიკურ შეხედულებებს და ასე შემდეგ. მე მგონი ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ოღონდ არა ტრაფარეტულ დონეზე, არამედ ღირებულებით დონეზე და დავით სასკოლო სწავლა-აღზრდის და ასე შემდეგ. დიდი მადლობა.